ერთი ახალი ვლოგით დაგიბრუნდით. აბა თუ მიხვდებიან რა შეიცვალა სახში გარედან ერთი შეხედით. აბა 1 2 და 3 არა, ჯერ არის დასრულებული. დაკურებული თვალით შეამჩნევს. ამ ვლოგში ჩვენ გავაკეთებთ მოაჯირს, იმედი მაქვს. ასევე მორჩებით კედლების სამღებრო სამუშაოებს. ასევე დავაგებთ პირველ სართულზე ფილას. სამივე აბაზანაში გავაკეთებთ ფილას და ასევე მეორე სართულზეც გავაკეთებთ პარკეტს. მოაჯირისთვის შევარჩევთ ლამპიონებს და კიდე გავაკეთებთ პანელებს. თავისი განათებით. კი ბატონო. ეს ჩემი საძინებლის პაწუკა აბაზანაა, რომელსაც ვფიქრობ, რომ მწვანედ შევღებავ, რა ქვია იმას, ზეთისხილისფრად. ან შეიძლება თიხისფრად შევღებავ ეს ზედა ნაწილიც, ოღონდ თიხისფერში, ღია თიხისფერს, აი ფუგაში რაც წავა, მაგ ფერს გულისხმობ. არც უნდა მოვიფიქრო. ეს არის ყველაზე დიდი აბაზანა, რაც სახლში გვაქვს, იმიტომ რომ გარდა საშხაპისა, აქ დაიდება ჯაკუზი. ჯაკუზი რა არის? რომელიც უკვე შევიძინეთ, იმიტომ რომ ზომები დაგვესვა და ზუსტად აქ დადგება. ასევე პირველი სართულის აბაზანი მგონია რომ ძალიან ლამაზი გამოვა. ადრე რომ გავიარე ფილის და ლესვის კურსი ხომ გახსოვთ? ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ კიდევ ერთხელ მოვსულიყავი. ამჯერად მოვედი LimeWash-ის მასტერკლასზე, ასევე გაგვახსენებენ დეკორატიულ ლესვასაც. მე ძალიან მინდა რომ აბაზანებში ჩემით შევღებო ზედა ნაწილები, სადაც ფილა არ არის. შესაბამისად ვფიქრობ, ძალიან კარგი გაკვეთილი იქნება ჩემთვის, რომ მე ჩემ სახლშიც გამოვიყენო ეს ცოდნა და თქვენც შეგაჭყიდებთ. მასტერკლასი არის 2 დღიანი, შაბათს და კვირას. თქვენ შეგიძლიათ აი ამ გვერდს მიწეროთ და გაიაროთ თქვენთვის სასურველი კურსი. და რაც ვისწავლეთ, ახლა ჩვენ ეს ცოდნა უნდა გამოვიყენოთ ჩვენს აბაზანებში. ეს გუშინ უკვე დავგრუნტე და მზად არის ახლა შესაღებად. მოვამზადებ ახლა საღებავს და შეგვიძლია რომ დავიწყოთ. ცოტა საღებავი მემუქება, მაგრამ იმედი მაქვს რომ გაშრება ზეთისხილის ფრად, ანუ olive green ფრად დაჭდება. თავიდან შეღებო რომ დავიწყე, ცოტა კი შემეშინდა, მუქი მომეჩვენა, მაგრამ როგორც კი ოდნავ გაშრა, ზუსტად ის ფერი მიიღო, რაც მინდოდა. ამიტომ მეორე აბაზანაც თამამად შევღებეთ. ბევრმა გამოიცანით, რომ Project Foolish-ში ვისწავლე ეს ტექნიკა, ამჯერად LimeWash-ის და დეკორატიული ლესვის 2 დღიან მასტერკლასს დავესწარი, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდა გამოგვეყენებინა მაღალი ხარისხის მასალები და აგვეთვისებინა ორიგინალური ტექსტურისა და ზედაპირების შექმნის ტექნიკა. მასტერკლასზე გამოვიყენეთ სხვადასხვა სახის დეკორატიული მასალა, როგორიცაა LimeWash-ის ბუნებრივი საღებავი და მარმორინო, ასევე სხვა სახის დეკორატიული ფირთხებიც. გარდა თეორიული ცოდნისა, პრაქტიკული დავალებებიც მქონდა და თავად დავტესტეთ ყველა მასალა. ჩემთვის არა მხოლოდ ცოდნის მიღება, არამედ ერთგვარი არტ-თერაპიაც იყო. ვისაც გინათ შემდეგ მასტერკლასზე დასწრება 4 და 5 აპრილს აქვთ ისევ და სარეგისტრაციო გმული მათ Instagram გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ. ამ მასტერკლასის დასრულების შემდეგ თქვენ თავისუფლად შეძლებთ DIY პროექტებს LimeWash-ის ბუნებრივი საღებავით და ასევე მიიღებთ ცოდნას დეკორატიული მასალების სახეობებზე და მახასიათებლებზე. ამ აბაზანაში მინდოდა რომ ღია გამეკეთებინა თაი რძის ფერი, სპილოსულის ფერი, თეთრთან მიახლოებული ბეჟი მინდოდა რომ ყოფილიყო. რადგან ქვემოთა მხარე ძალიან მუქია, მაგიტომ ზედა მხარე ვიფიქრეთ რომ უნდა ყოფილიყო აუცილებლად შედარებით ღია ფერის. თითქმის ფუგის ფერია რა. მოვიდა პირველი სართულის იატაკის ფილის არჩევის დროც, რისთვისაც მივაკითხეთ ჯაოკენს, სადაც იმხელა არჩევანი დაგხვდა რომ 3 საათი დავდიოდით სართულებს შორის. აქ შეგიძლიათ აარჩიოთ სანტექნიკის და აბაზანის აქსესუარები, კერამიკული და კერამოგრანიტის ფილები, სხვადასხვა დიზაინის შპალერი და ინტერიერისა და ექსტერიერის ლაქსაღებავებიც. თან ვისაც არ ყავთ ინტერიერის დიზაინერი, ჯაოკენის კონსულტანტები დაგეხმარებიან დიზაინის შერჩევაში. აქ წარმოდგენილია ევროპული ბრენდები და ვინც ჩემსავით რემონტის პროცესში ხართ ან გეგმავთ, ჯაოკენში შერჩეულ პროდუქტის ხარისხზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ, რადგან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროდუქციაა ყველა შესაბამისი სერტიფიკატით. ასევე ვეწვიეთ პრემიუმ სივრცეს, სადაც მხოლოდ ექსკლუზიური მასალებია წარმოდგენილი. ჯაოკენში მაქსიმალურად ორიენტირებულები არიან მომხმარებელზე, რომ რემონტმა ჩაიეროს ზედმეტი სტრესისა და ნერვიულობის გარეშე და ამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინებით პროცესი გახადონ სასიამოვნო. ამით დაგება გვინდოდა ძალიან რომ ცოტა ესეთი პარკეტის ვიზუალი ქონოდა, მაგრამ შაქარვაჟა მარაო. მეო შაქარვაჟა ამას თუ უყურებს, იცოდეს რას გადარჩა. აი შემეძლო ესეთი პატარები მომეტანა, მაგრამ არ გაგწირე ვაჟახი და დიდები მოგიტანე, მადლობის მაგიერი. ხანახე რა ლამაზი ფილები. წინა ბინაში მქონდა ლამინატი, რომელიც ბობის ხელში იყო განადგურებული. იმის მიუხედავად, რომ ძალიან კარგი ხარისხის ლამინატი გქონდა, მაინც გადავწყვეტ, რომ კერამოგრანიტი გავაკეთოთ პირველ სართულზე, რომელიც ბევრად კარგი მოსავლელი იქნება, მარტივი გასაწმენდი იქნება და ბობისაც გაუძლებს. თან სტუმრები რომ შემოდიან და გადიან, არ მექნება ის პრობლემა, რომ აი ბახილები ჩაიცვიდა და შემდეგ არა შემოვიდნენ ფეხსაცმელები და არ მაქვს პრობლემა და მე გავწმენთ მარტივად. კერძო სახლში რადგან ვერანდა გაქვს,
ხშირად შედიხარ, გადიხარ. სველი ფეხით აი მაინც გიწევს რომ შემოხვიდე ხოლმე სველი ფეხით და მაგიტო გადავწყვეტ რომ პირველ სართულზე კერა მოყოფილიყო მთლიანად. რამდენჯერმე მოვედით ჯაუკენში. თავიდან ცოტა ოდნავ ღია ფერი მქონდა არჩეული, მაგრამ ბოლოს ამ ფერზე გავაკეთეთ არჩევანი. ნებისმიერ მაღაზიაში როცა ფილის ასარჩევად მოდიხართ რა, ნუ ყველგან ძირითადად სტენდი ესე არის ხოლმე მოწყობილი როგორც ახლა აქ რომ კედელზე არის მთლიანად ყველა. შეგიძლიათ ესეთი რაღაცა ქნათ, რომ შეგიძლიათ კი არა, აუცილებლად ესე უნდა ქნათ, რომ მოხსნათ ფილა, დადოთ იატაკზე და იატაკზე დანათებული შუქით მიხვდებით რა ფერია. და რომ ესე საერთოდ სხვა ფერი ჩანს და იატაკზე საერთოდ სხვანაირი გამოდის ხოლმე. მე მგონია რაღაც თბილი, დამჯდარი კაიტონი არის ეს რა. და თან კიდე ის მოგწონს მე და რენიკოს ორივეს ნატურალურს გავს. საკმაოდ ისეთი არის რა, თბილი და მყუდრო იერსახე ექნება შენ მისაღებს და სამზარეულოს. მე და კოტა ესეთ შოურუმებში ალბათ წლებია ესე დავდივართ და წარმოვიდგენთ ხოლმე რომ ჩვენი სახლის აბაზანა. ალბათ ბევრს გაგიკეთებიათ ესე და მარტო ჩვენ არ ვაკეთებთ ხოლმე. ერთხელაც მარცაც ჩვენი აბაზანი და მოგესალმებით. კოტემ მაყიდინა ჯაკუზი. მეტი არ მინდა ყოველდღე არ გამოიყენოს, აი მეტი არ მინდა. მე ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს ნანახი ამ ნიჟარებზე და კოტეს ვეჯუჯგუნები რომ ესეც მინდა თქვა და კოტეს არ უნდა. იმიტომ რომ არ ვიცი რატო არ უნდა, ჯერ ვერ გავარკვიე, მაგრამ მინდა ჩაგახედოთ რამდენად ფუნქციურია. აქ შეგიძლიათ დაწუროთ ბრამე ბოსტნეული, აქ შეგიძლიათ გარეცხოთ და მერე გაუშვათ. მე ამასობაში შეგიძლიათ ჩადოთ ეს. აქ დაჭრათ, გადაყაროთ და ამას რა მოიღებთ. მე თუ იმას გავაკეთებთ, ის რო არის, რა ქვია იმას კოტე, რო ჩეხავს საჭმელს. მაგას თუ გავაკეთებთ, მე დააჭერეს და აქ შეგიძლიათ ჭიქა გარეცხო, აქ შეგიძლიათ სასაყნე გააკეთო და თან მე მორეცხო ეს. აუ ეს გავაკეთებ. მე ამას ვაკეთებ და შენი არ ვიცი, შენ არ გეკითხები, შენ საჭმელებს აკეთებ და მე ვრეცხავ. ჭურჭლის სარეცხი მანქანით? ეს რისთვის არის? მაქედანაც აცხავს რა. არა. მაქედანაც აუნახი რა მაგარია რა. პატარა ბაზანა რომ აქ ესეც გამოგვადგება, მწვანე არის, თან აქ გვერდებში დასადებები აქვს და მე არ მეყვარს, როცა დასადები არა აქვს და არ შემიძლია რაღაცებს დადება, თუ ბევრი სათავსო არ მაქვს აბაზანაში, მირჩევნია აქ რაღაცები მეწყოს რა ეს. მე ძალიან საყვარელია. თან კაი ფერია. ერთწამი კოტეს საყვარელი სარკე უნდა გაჩვენოთ, რომელიც მე საშინლად არ მიყვარს და კოტეს რატო უყვარს მაინტერესებს. ჯაგრისი და კბილის პასტა, კბილის საჩიჩქნი რაღაცეები, სინე, რაღაცა პატარ-პატარა რაღაცეები, დეოდორანტი, სად ინახავთ მაგებს? მე ვფიქრობ, რომ ეს არის საუკეთესო ადგილი მაგის შესანახად. საუკეთესო, ან თან სარკეა, ორი ერთში. აქვე იბან და აი აქ არ გიდევს რაღაცეები რა. ერთადერთი სარკე როგორ შეიძლება უშნო იყოს? სარკეა. სარკე არის გირეკლავს. არ ესე არ ქნა ხოლმე. კედელი რომ მოუთხარო და შიგნით ჩავსვა? ეგრე შეიძლება. ო. ამოთხრი? კი. აი, ამას გეუბნება ეზოში. და კიბეებიც ნახე რა მაგარი. ნახე რამდენნაირია. 10000-მდე სახეობის შპალერია. ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას რომ მოერგება, იმდენი შპალერია. სადა პრინტებით, ბავშვის ოთახების, სამზარეულოსი, სხვადასხვა ტექსტურით, ამას რაღაცა ნაჭრის ტექსტურა. აქეთ ხარს არის ფოტოშპალერები და მე ძალიან მომწონს და ერთ-ერთ ოთახში აუცილებლად გავაკეთებდი. იმიტომ რომ სულო გულო რაც გინდა, Marvel, DC, Disney, ვაიმე, Star Wars-ი, Baby Yoda წყავთ და გამოდის ასეთი. ალბათ მუზეუმში გგონიათ თავი, მაგრამ არა, ისევ ჯაუკენში ვართ, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ბრენდის შპალერები. ძალიან მოვშინაურდი იცით, ამიტომ წავედით ახლა დავაგოთ ფილები. და დაგიბრუნდით თქვენი საყვარელი რუბრიკით, რომელსაც ეწოდება მე ვს შაქარვაჟა. ძალიან კითხვა და მითხრა რომ აქ აღარ დაგინახო, აღარ მოხვიდე, აღარ შემაწუხო, მაგრამ სანამ მე საქმეებზე ვიყავი, ნახევარი მისაღები უკვე დააგო, რაც ძალიან გაბრაზებული და ნაწყენი ვარ რომ არ დამელოდა, მაგრამ რას ვიზამთ, მე დავაგვიანე შესაბამისად ჩემი ბრალეულობა. კიდევ ერთ დავამატებ, რომ წინა ვიდეოს შემდეგ ვაჟას ძალიან მოეწონა თქვენი კომენტარები, ხო ვაჟა? ძალიან მომეწონა. და თანახმა რომ საკონტაქტო ტელეფონის ნომერიც გაასაჯაროოს ზაფხულობით, ანუ ზაფხულამდე არ გვცალიაო. ამიტომ ვისაც და გაინტერესებთ შაქარვაჟას საკონტაქტო შეგიძლიათ მომწეროთ და დამიწეროთ კომენტარებში და კომენტარებში დაგიწერთ ვაჟას საკონტაქტოს ერთ-ერთ ყველაზე პასუხისმგებლიან, ერთ-ერთ ყველაზე პროფესიონალ და ტოპ 3-ში შედის. პირველობას იყოფს ლაშასთან.
გადავსვა მე ხა მეორეზე. ვაჟას პლუსებში ასევე უნდა აღინიშნოს ის, რომ არ ეწევა შესაბამისად მოსაწევად ნახევარსაათში ერთხელ არ გადის. 3 დღეში დააგეს ეხლა რასაც უყურებთ. ვისაც წინა ეპიზოდი არ გინახავთ, გაიცანით შაქარ ვაჟამ, რომელმაც ფილის დაგებამდე ჯერ იატაკი მოსწორა და შემდეგ გვანახა თუ რა ვიზუალი ექნებოდა უკვე დაგებულ ფილას. როგორც ხედავთ, ფილის დიდი ზომის მიუხედავად, მაინც ნაძვის ხის ფორმით დაგება გადაუწყვიტეთ და ყველაზე მეტად მიხარია და მომწონს ჩვენი ეს გადაწყვეტილება. ასევე ხაზი უნდა გაუსვა ამ ფილის ხარისხს. ზოგჯერ, როცა ეკონომიას ვაკეთებთ, შემდეგ პროცესში აუცილებლად გამოჩნდება პრობლემა. ან შეკვრაში არც ერთი ფილა არ იქნება თანაბარი, ან გაჭრისას მარტივად დატყდება და ასე შემდეგ. რასაც ვერ ვიტყვი ამ ფილაზე. უზომოდ კმაყოფილი ვარ და მიხარია რომ ჯაოკენში ავარჩიეთ. ამასობაში პირველ სართულზე მორჩით დაგებას და ძალიან მინდოდა რომ დასრულებული ვიზუალიც მეჩვენებინა, მაგრამ სამღებრო სამუშაოების დროს ისე დაისვარა, რომ დასუფთავებამდე სამწუხაროდ ფიზიკურად ვერ განახებთ. 10 ბალიანი სისტემიდან რამდენად შეაფასებდით ჩემს მოსწავლეობას? მაგარი ხარ ძალიან. 10-დან? 10. აი ხა ხო დაგანებებთავს. აუ როგორ გაუხარდა შეხედე, როგორ გაუხარდა. ძლივს არ წავიდნენ. აუ შემდეგი ეპიზოდი ისეთ საინტერესოა, რომ ჩემს არ უნდა გამოგრჩეს ასე რომ გამოიწერე არხი. ისი ხმა? მოაჯირს ვაყენებ. როგორც ხედავთ, მოაჯირი მოვიდა ჩვენთან. ახლა ფიქრობენ როგორ დაამონტაჟონ, რაც საკმაოდ რთული დავალება აღმოჩნდა, მაგრამ იმედი მაქვს გამოგვივა. სადა პროცესი გაიწელა. ხვალ არის წვიმა და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ წვიმამდე ეს მოაჯირი დაყენდეს. აქამდეც მოვედით უკვე. კოტეს საყვარელი ფორმა გითხრათ? ჩემი საყვარელი დასაცი რაკეთ დადექი. შეხედეთ ახლა მინიონს არ გავს, კი, სათვალე უნდა და ეს 1-4 დღე არ მორჩება. მეც ეგრე მგონია 3-4 დღე ვერ მორჩება ეს აქ. ჯერ სანამ დააყენებს, მერე სანამ დაამუშავებს, მერე სანამ შეღებავს. დღეს გამოვედით ლილოში ლამპიონების ასარჩევად, იმიტომ რომ გუში რომ მოაჯირი დავაყენეთ, იმ 3 ბოძზე უნდა დავაყენოთ 3 ცალი ნატურა. და გარდა მაგისა პანელის განათებებიც უნდა ვიყიდოთ და გარდა მაგისა კიდევ ჩრდილოვანი პროფილის ლედებიც უნდა ვიყიდოთ. ბროლის ჭაღები რო არის ძირითადად ეგეთებია, მაგრამ თუ მოძებნი რაღაცას იპოვე. ბიჭო, ზემოთ მინდა რომ იყოს აშვერილი, რომ ჭერს მიანათოს და თანაბარი შუქი ჩამოვიდეს, მერე ყველგან რო გაანათოს რა. ქვემოთ რომელიც არის დახრილი, მიმართული შუქი აქვს იმას. როგორც ფოტოგრაფს დამეჯერება. აი, ესენიც ძალიან მომწონს, მაგრამ ნუ კუტარზე ვენო კი არაფერს არ ანათებს და ეგეთი განათება არ გვაწყობს მისაღებში. ეს ძალაბაზია. აი, ეს მრგვალი ცლობაზე. კოტე უკმაყოფილოა ლილოს არჩევნით. მე ვფიქრობ, რომ იყო არჩევნი, მაგრამ ეხლა რომ გავგიჟდით და გადავირიეთ თქო. აღარ წახვიდეთ რეზოლუცია. ეგეთიც არაფერი არ იყო რა. იქნება დომინოში მაინც იყოს რაღაცა. სხვადასხვა ეს პროცესი უფრო მომწონს ვიდრე გაჯი და ცემეძე სიარული. ანუ ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ბოძი რო გვაქვს ოთხკუთხედი, ძირითადად აქ ყველგან სადაც ეს ლამპიონების თავები არის, ყველგან არის მრგვალი. დომინოშიც მრგვალებია. მოვედით წერეთელზე. აქ შედარებით ალბათ ნარჩევი პროდუქტებია. ორ შემთხვევაში იმედი მაქვს რომ არჩევანი მაინც დაგხვდება. აი ხო ხედავთ მრგვალი ძირი აქვს რა და ოთხკუთხედში ვერ ჩავა. 75 ღირს და გადაკეთება ჭირდება და უნდა მოვაჭრათ და აი ერთი ვარიანტი კიდე დაგვრჩა ელიავა. ანუ ეს ხო ეს 4 კუთხე არის. ხო. აი დაახლოებით აქამდე იჯდება იმაში, შიგნით. ლამაზია. ეს ამოვაკარეთ, ხო? დაღამდა ამასობაში დილის 12-ის მერე როგორც იქნა. დილით გამოვედით 12-ზე დაახლოებით, ანუ 6 საათი მოვუნდით 3 გარე განათების ყიდვას. ხო, იმიტომ რომ ბაზარზე ერთ და იგივე პროდუქტი იყიდება ყველა მაღაზიაში. გოჩა! მაგარი ხარ რა. ნახე რა მაგარი ლამპიონები გააკეთა გოჩამ. ესე გამოიყურება ლამპიონები. ესეც მოაჯირი. ძალიან მალე გავაკეთებთ აი ამ პანელებს. 20,000 კაცი გვაკლია 100,000 გამომწერამდე. გამოიწერე არხი, გამოიწერე. ვერანდის ეს ნაწილი დაიმახსოვრეთ, იმიტომ რომ მალე შეიფუთება ძალიან ლამაზი პანელებით. და ამისათვის მოვაკითხეთ wall panel-ის showrooms, რომელშიც ძალიან დიდი არჩევანია. მე გახსნასაც დავესწარი და უკვე ვიცოდი სახლში რომელი პანელი უნდა გამეკეთებინა, წამოდით დაგათვალიერებინებთ ყველას. შემოსვლისთანავე showroom-ში გვხვდებათ სხვადასხვა ტიპის პანელი, რომელიც ნებისმიერ დიზაინს მოერგება. რაცაც კი დაგეგმავს თქვენი დიზაინერი თუ თქვენ, მე ვერ წარმომიდგენია რომ აქ ვერ ნახოთ. მაგალითად არის ესეთი მუქი ხის ფაქტურის რელიეფური პანელი, ასევე არის ლატუნის და მეტალის ვიზუალიც,
აქ რო შემოდიხართ შოურუმში, იმდენად ბევრნაირი პანელია, რომ მე მგონია, რომ აქაც რაღაცნაირად ფანტაზია გაგიხსნებათ და მე შეიძლება შეცვალოთ კიდევაც თქვენი ინტერიერი. ეს სხვათა შორის სამზარეულოს ზედაპირზეც მინახავს და ძალიან ლამაზი გამოდის. ფარული კარის დროსაც იყენებენ ხოლმე პანელებს. ალბათ ხედავთ, რომ შეუმჩნეველია ეს კარები, მხოლოდ სახელური და კანტი ჩანს. გამარჯობათ. მე ვარ დათო მინაძე, ინტერიერის დიზაინერი და wall panels-ის დამფუძნებელი. როგორ შევქმნი ეს სივრცე? შეგჭირდებოდა ვერ იშოვე და ზუსტად დაახლოებით ეგრე დაიწყო. ჩემს გარდა ბევრი დიზაინერის მოიხსნა ბევრი პრობლემა ამ შოურუმით. მოდი მოვყვეთ, რას წარმოადგენს ეს პანელი, რა შესაძლებლობა აქვს, სად შეიძლება ამის გამოყენება როგორც ინტერიერში თუ ექსტერიერში და ასე შემდეგ. ძირითადად არის ინტერიერის და ეს უფრო სასტუმროებს უფრო აინტერესებს A1 B1 სერტიფიკატი აქ ანუ წყალგამძლე, ცეცხლმედეგი. გამოყენება შეიძლება ყველგან, როგორც სახლებში, ასევე საზოგადო სივრცეებში, სასტუმროში, რესტორანში. მარტივად შეიძლება გამოიყენოთ, თქვათ უკვე არსებული სივრცე, ძალიან სწრაფად შეცვალო და საერთოდ სხვა იერსახე მისცე. მასალა არის ბუნებრივი, ნატურალური თეთრი ბამბუკის ნახშირის პრესიალი და თავზე აქვს სხვადასხვა მემბრანა. სხვადასხვა ხის, ან ტყავის, ქვის, უამრავი ლატუნის იმიტაცია. და მე როგორც ვიცი, არის ძალიან მყარი, რომ დროთა განმავლობაში არ დეფორმირდეს, რაც ხშირად ხდება ხოლმე პანელის შემთხვევაში. ხო, აი ეგეც ნახე, გარდა იმისა, რომ ამ ყველაფერს აქვს თავის სერტიფიკატები, წყალგამძლე ცეცხლმედეგი, ჩვენ კი დამატებით ვაკეთებთ ამის ტესტირებას. ანუ პანელს რაღაც ჩავდებთ, რაღაც წყალში დევს 4 დღე, ამ დეფორმაცია არ ემართება, რეალურად დავწვით. რა თქმა უნდა დაზიანდა, მაგრამ ნუ აალება არა, აქ ეს უფრო საზოგადო სივრცეებში. თქვენც რო ტესტავთ, ეგეც ვიცი, თქვენ სივრცეებში გარეთ გვაქვს ფაქტიურად ლაბორატორია, ხო. გარდა იმისა, გარეთ სიცივეზე, წვიმაზე, ყველაფერზე ვტესტავთ და გამოკლები ვართ. 6 მეტრამდე ნებისმიერ ზომის შეკვეთა შეიძლება. შეიძლება პირდაპირ დასვა საკეტით ერთმანეთთან, ან აქ ულამაზესი აქსესუარები. შავი, ლატუნის, იგივე ფერის, რასაც ირჩევთ. ამ ძალიან ბევრი აქსესუარი აქვს, თავის განათების რელსი. მეც ვფიქრობ, რომ ყველა დიზაინერისთვის ეს ადგილი არის რაღაცნაირად ერთ სივრცეში მოქცეული, ბევრი სხვადასხვა დიზაინის მქონეს პანელი. ბევრი ფრთების გასაშლელი საშუალება. ძალიან მომწონდა იმის იდეა, რომ ბუნებრივი ხის ვიზუალი შემოგვეტანა ჩვენ სახლში. იქიდან გამომდინარე, რომ უკვე იცით რა ფრადად შევღებეთ. ეს ვიზუალი ვფიქრობ ძალიან მოუხდება აივნის ქვემოთ და ასევე სახლის გარშემო, სადაც დარჩენილი მაქვს სახურავსა და კედელს შორის ხო რჩება პატარა ადგილი. და ძალიან უშნოდ რჩება. ამიტომ ვფიქრობთ, ამითი შევფუთავთ და ძალიან ლამაზი იქნება, შეკრული იქნება და დასრულებული სახე მიეცემა უკვე სახლს. ხლა ამ კონკრეტულ მომენტში ვარჩევთ აივნის და ზოგადად ექსტერიერისთვის ამ პანელებს, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ გამოვიყენო ასევე ტელევიზორის ავეჯზე და ასევე ჩვენ გვაქვს ტიხრად გამოყენებული კარადა, რომლის უკანა ნაწილი ალბათ გეცოდინებათ, რომ კარადის უკანა ნაწილი ყველა ძალიან უშნოა და ვფიქრობ ძალიან მოუხდება პანელი რო გავაკრათ. ძალიან ხშირად ასევე გამოიყენებენ ხოლმე კიბის უჯრედში, საშრობ ოთახში, საძინებელში საწოლის უკან. ნებისმიერ ოთახს შეგიძლიათ მოარგოთ და ეს უკვე თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ახლა მოდი გაჩვენებთ პროცესსაც მონტაჟისაც ძალიან მარტივია, როგორც ამიხსნა. წავიღოთ ეს ჩვენი პანელები და დავამონტაჟოთ ჩვენი აივნის ქვემოთ. ბობი არის პირველად ჩვენ სახლში. ფერი მოგწონს. ციცილკის კუზით მოჯერია ხავი. ოპა! შევერ ბედნიერი ვარ. აი სულ ხარ-ხარის კადრები ჩავსო. აი ეს სიცილით გააკრეს. გეისე დავიო. სამ დღეში მოვხსენით საყრდენებიც, პარკიც და ულამაზესი გამოვიდა და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო უკეთესი გამოვა ნატურებით, რომელსაც შემდეგ ეპიზოდში იხილავთ. მისაღებში რეალურად ამ კედელზე მინდა ფოტოშპალერის გაკეთება. მე თქვენ გაჩვენებთ რამდენიმე ვარიანტს და უნდა მირჩიოთ რომელი გავაკეთო. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე თუ მეათე. იატაკის საფარის მოძებნაზე რო გადავედით, პირველი რაც დავგუგლე იყო სიტყვა პარკეტი და ამოაგდო პარკეტის გალერეა. ეგრევე მოვედით და გავიცანით უსაყვარლესი ცოლ-ქმარი, რომელსაც გულწრფელად მჯერა და ვფიქრობ, რომ თავიანთ საქმე ძალიან უყვართ და თავიანთ საქმის პროფესიონალები არიან, იმიტომ რომ მოვედით ისე დეტალურად აგვიხსნეს ყველა პროდუქტის მინუსები, პლუსები. ერთი ნახვით შეგვიყვარდა და იმ დღესვე ავარჩიოთ ჩვენთვის სასურველი პროდუქტი, მაგრამ დღეს მოვედით დასაზუსტებლად, თან უკვე დაგვიგეს თვითწორებადი იატაკი და მზად არის პარკეტის დასაგებად. ახლა თქვენს დაგათვალიერებინებთ პროდუქციას და თან გაჩვენებთ ჩვენ რაზე გავაკეთეთ არჩევანი. რომ მოვედით, მახსოვს, რომ დაახლოებით საათი ვიყავით, საუბრობდით, ვარჩევდით. ძალიან დიდი არჩევანია და ძალიან გაგვიჭირდა გადაწყვეტილების მიღება. ესე გამოიყო
მოიყურება ჩვენი პარკეტი, რომლის ფერით ძალიან მომწონს. ეხლა გაჩვენებთ ორ ვარიანტს, რომელშიც ძლივს გადავწყვიტეთ. ერთი იყო ცოტა ღია ვარიანტი და მეორე არის ცოტა მუქი ვარიანტი. მინდა გაიცნოთ ელენე, რომელიც ახლა პლუსებს გვეტყვის იმ პროდუქტის, რომელიც ჩვენ ავარჩიეთ. კონკრეტულად ეს პარკეტი, იმიტომ გირჩიეთ, რომ თქვენ ახსენეთ, რომ ყავთ ძაღლი. შესაბამისად, პარკეტის მოვლა, რომელიც არის შპონირებული და სხვა ტექნოლოგიით არის დამუშავებული, გაცილებით უფრო მარტივი მოსავლელია, ყოველდღიურ მოვლას გულისხმობ, ასევე დაზიანება არ ეტყობა მას და მაგიტომ, თქვენ შემთხვევაში კონკრეტულად ეს იყო საუკეთესო არჩევანი. თან არის ეკოლოგიურად სუფთა, აქვს მუხი ზედაპირი და სუფთა სელექცია არის. კარგად ჩავარტყე, მე ვერ ჩავარტყავ, შენ ჩავარტყი. მე ვერ გავბედავ ესე. ნახეთ როგორი გამძლეა. და რისი უნდა შემეშინდეს ახლა? გინდ ბობიმ დაკაწროს, გინდ რაღაცა დამივარდეს, არაფერი არ მოუვა. დატესტვა შეგიძლიათ თქვენ შოურუმში შეგიძლიათ მოხვიდეთ და ესე უტყაპუნოთ პარკეტს. ჩვენ მაგალითად სანამ მოვიდოდით, გვინდოდა ნაძვისებრი პარკეტის პატარა პარკეტები რო არის იმის დაგება. მომხმარებელს ასევე ვაჩვენოთ, რომ კონკრეტულად აი სწორი წყობის გარდა როგორი პარკეტის არჩევა შეუძლიათ. უბრალოდ ჩვენ დაგების თვალსაზრისით ცოტა დიდი ფილები ვარჩიეთ და ამიტომ გადავიფიქრეთ, თორე ესეც ძალიან მომწონს. მინდა რომ შეეხოთ კიდევაც, იმიტომ რომ ტექსტურაც ძალიან სასიამოვნო აქვს. აქ სხვადასხვა ფერში, სხვადასხვა ტექსტურით, სხვადასხვა სისქის და მილიმეტრის და როგორც მატოვი, ასევე პრიალა. მატოვი და პრიალა უკვე ლაქის მიხედვით არის? მაგალითად, ზეთით დამუშავებული პარკეტი, რომელიც უფრო აი ბუნებრივი ხისიერ სახეს გადმოსცემს, არის მრქალი ლაქით, იგივე მატოვი ლაქით არის ცნობილი, რომელიც არ პრიალებს ძალიან და არსებობს კიდე პრიალა ლაქი. ჩვენ შემთხვევაში პრიალა ლაქის არჩევანი არ გვაქვს დიდი, რადგან დაგების შემდეგ, მაგალითად, როცა შეიძლება პარკეტი დაიკაწროს, ლაქიანი შემთხვევაში საკმაოდ ჩანს ეს ნაკაწრები, იმიტომ რომ იკაწრება ლაქის ფენა და მრქალ ზედაპირზე და ზეთი დამუშავებულ ზედაპირზე ეს დაზიანებები თითქმის შეუმჩნეველია კი. მუხის გული არის გამოყენებული. ანუ ეს არის ყველაზე ძვირად ღირებული მასალა ზოგადად ხეში, რაც მიიღება. აი კოჟრიანი მოდელი მაგალითად შეგიძლია რომ ხეს რო ამუშავებ ტოტებთანაც გადაჭრა, მაგრამ ამის მიღება არის ზოგადად ყველაზე რთული და ყველაზე კარგი ის არის ზოგადად ამ კოლექციაში, რომ ეს რადგან არის მუხის შპონი და თხელი ფენა, ჯერ ხო თვითონ ნედლეულიც იზოგება და თან ანუ ფასით მაგალითად შპონირებული პარკეტი გაცილებით უფრო ბიუჯეტურია, ვიდრე ვთქვათ სტანდარტული სამშრიანი პარკეტის ფასი. ის სუფთა სელექციაში რო აიღოთ ძალიან დიდი სხვაობა არის ფასებში. უნდა აღვნიშნო ის, რომ ამ პარკეტზე მოხვეწა არ შეიძლება, მაგრამ 15 წლიანი გარანტია აქვს. შეიძლება 20, 30 და 40 წელიც გამსახუროთ, მან დამოკიდებულია როგორ მოუგლით, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ხო 15 წლიანი ქართული გარანტია ვრცელდება. და მოხვეწა რატო არ შეიძლება? იმიტომ რომ მუხის შპონი არის და ანუ ამიტომ თვითონ მოხვეწას უფრო სქელი ზედაპირი სჭირდება. ვინც კიდევ შედარებით უფრო ბიუჯეტურ ვარიანტს ეძებთ, გვაქვს შედარებით უფრო თხელი პარკეტი, ესეც არის შპონირებული, უბრალოდ ფორმატში და ოდნავ ფერებში არის თუმცა ფასი ამისი გაცილებით უფრო მიმზიდველი გამოდის, 50 ლარიდან იწყება და 70 ლარამდე იზრდება. ამ შემთხვევაშიც არის მუხის ზედაპირი. ეს პარკეტი უნდა წავიღოთ ახლა, დაახლოებით 3-4 ხე უნდა გავაჩეროთ სახლში, რომ ტემპერატურას მიეჩვიოს და მერე უკვე გაჩვენებთ დაგების პროცესსაც. მინდა გაგაცნოთ ლუკა, რომელიც შოურუმში არ დაგვხვდა, ეს ის არის ცოლი არა და მეორე კო. ძალიან ბევრმა დამიწერა კომენტარებში, რომ ეკო ლამინატიაო, პარკეტი არ არისო, ხო და ეხლა ყველას გაგცემთ პასუხს. მუხის პარკეტი არის, უბრალოდ თქვენ ისიც მარტო პატარა პარკეტები და ჩვენ დიდი პარკეტები გვაქვს, დიდები და ეს არის ხის პარკეტი არის, ანუ მუხა არის, ანათალი არის მუხის და ეს ანუ ჯვარედინი გადაბმა საშუალებას გვაძლევს, რომ პარკეტი არ გაფართოვდეს, ანუ მუდმივად იყოს შიპში მისული. ანუ შოვები არ გაიკეთოს მარტივად ესე რომ თქვა. ეს არის ჩელსი, ჩვენი ბრენდი არის შვედური ბრენდი ჩელსი, რომელიც არის სოფლიოს ნომერ პირველი ბრენდი. სრულიად ამ სიტყვის მნიშვნელობით, იმიტომ რომ ამათ მას შექმნეს საერთოდ ეს პარკეტი. გარანტიებით იყიდება ყველაფერი, გათხოვაზე ყველაფერი მუშაობს, უშეცდომო პარკეტია, უდეფექტო პარკეტია, ანუ სამუდამოდ არ ზიანდება საერთოდ. პარკეტი მოვიდა დაახლოებით 3-4 დღის წინ, ანუ ტენიანობაზე მოჯდეს, დასაწყობებული იყოს სახლში. დღევანდელი პირველი გეგმა არის მოსუფთავება იატაკის, შემდეგ დაგრუნტვა
და შემდეგ ქეჩის გაფენა და უკვე პარკეტის დაწყება, ზოლების გაყვანა დღეს. რატო ვაკეთებთ ქეჩაზე და რატო არ ვაწებებთ? ჩვენ პარკეტს ანუ საშუალება აქვს ანუ ორივე შემთხვევაში გინდა დაწებდეს და გინდა ნუქი წავიდეს ქეჩაზე, ანუ ეს პრობლემას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ ჩანკეტის სისტემა გვაქვს, woodlock-ის სისტემა არის, რომელიც ანუ არ დაშორდება, ანუ არ საჭიროებს აუცილებლობას და წებას და წავიდეს. ევროპაში სისტემატურად ხალხი ამას ანუ არ აწებებს, რადგან ერთი თავარი ის არის, რომ უფრო გაიაფდება ქეჩაზე დაგებული პარკეტი, აღარ საჭიროებს ზედმეტ ჩარევებს და წლების შემდგომში დემონტაჟის დროს მისი დემონტაჟი არის მარტივი და აღარ დააზიანებს ჩვენ დასკვნილ თვითწორებაც. წავედით ხა დავუყოთ. ეს არის ქეჩა, რომელიც არის თანამედროვეობის პიკი ესე ვთქვათ, მაღლა, იმიტომ რომ ამას აქვს -16 დეციბალი ხმის იზოლაცია, ანტისოკო, ანტიწყალი, თავს არის სუნთქავს. აქედან ხდება თავისი პარკი, რომელსაც აქვს მოყოლებული თავისი სკოჩი, ერთმანეთზე გადაებას. თან თავარი პრინციპი ის არის, რომ თუ ქვემოთ გასკდება მილი რაღაცა, მაქსიმალურად არ ამოგუშვებს წყალს პარკეტი, ანუ კიდევამდე შეინარჩუნებს თავს. არ ჯერა რომ უკვე პარკეტი გვაქვს და ოთახი ოთახს ემსგავსება და გვჭა კარები, პლინტუსი და ეგ არის ავეჯი. უსომოდ კმაყოფილი ვარ პარკეტით, ულამაზესი ფერია და უბედნიერესი ვარ, რომ Google-ში პირველი პარკეტის გალერეა ამოაქვთო და სხვა მაღაზია. ზუსტად 2 დღეში დააგეს, არც მოუდნენ მთლიანი სრული 2 დღე. რა თქმა უნდა, ახლა არის გასაწმენდი. ამას ახლა შევფუთავთ, რომ კარებების ან ამ ხის მორების დამუშავების დროს არ დაზიანდეს და არ დაინტვეროს. სანამ შევფუთავთ, ბოლომდე ვტკბები და ვიმახსოვრებ როგორი არის. ახლა ველოდები ლანდშაფტის დიზაინერს, კონსულტაცია მაქვს ჩანიშნული, რომ ეზოში რა როგორ გავაკეთო მირჩიოს, იმიტომ ჩემ შესაძლებლობებს და ცოდნას უკვე ცდება. ეზოში ძალიან ბევრი საქმეა, ერთი იმდენი საქმეა ეზოში და ამიტომ პროფესიონალის დახმარება მჭირდება. ამასობაში კეთლები ბოლოში გავიდა და მოურჩით მე ძალიან მომწონს ეს ფერი. ფინალში ვართ რა. როგორც წინა ვიდეოში აღვნიშნე, ჭერიც და კედლებიც შევღებეთ Smile Mix-ის 2X-ის საღებავით. თავიდან ძალიან მეშინოდა, იმიტომ რომ ფიზიკურად ესე კატალოგი არ მქონდა ნანახი და მხოლოდ მიმოწერით მქონდა კომუნიკაცია, მაგრამ ისეთ პროფესიონალ ადამიანთან მქონდა შეხება, რომ 100%-ით მივენდე და უზომოდ კმაყოფილი ვარ. ზუსტად ის ფერი მივიღე, რაც მინდოდა და რაც მქონდა ჩანაფიქრში და რასაც სიამოვნებით შევხედავ ყოველდღიურად. ჭერზე გამოვიყენეთ 1 ტონით დღია, მაგრამ იგივე საღებავი 100%-ით რეკომენდაციას ვუწევ დატესტეთ და თავადაც დარწმუნდებით მის ხარისხში. სამღებრო სამუშაოები შეასრულა ისევ ტექნოვალის გუნდმა, სანდოს აპარატით და სანდოს მასალებით. სანდოს მასალები გამოვიყენეთ მთელი რემონტის განმავლობაში და ახლაც მათი ერთგულები დავრჩით. ძალიან კმაყოფილი ვარ მათი მასალებით. ყველაფერში აბსოლუტურად ყველაფერში მოყვება. მასალას რო თავი დავანებოთ, თვითონ ეს აპარატებიც, როგორი ინოვაციურია და დროის ამბავშიც. წინა ვიდეოშიც ეგ თქვით, რომ ხელით რო გაგვიკეთებინა, ალბათ კიდევ უფრო დიდხანს მოუნდებოდით. ხო რა დროის ეკონომიას რო აკეთებ, შედეგიც რა თქმა უნდა სწრაფად გაქვს რა. თან ამ ტიპის სამუშაოების დანერგვა ქართულ ბაზარზე სანდოს დამსახურებაა. მუდმივად სთავაზობენ მომხმარებლებს სიახლეებს და თან ჩემგან უკვე გეცოდინებათ, რომ სანდოს აქვს ვებგვერდი და ფიზიკური მაღაზიაც ელიავაზე ხოშანაულის 29 ნომერში. ჩემ ვიდეოში ხშირად ვამბობ ხოლმე და ვახსენებ, რომ სანდოს აპარატები, მაგრამ აქვთ ხელსაწყოებიც, რაც ამ პროცესში შეიძლება როდესმე დაგჭირდეთ. ლოჯისტიკაზე ვიტყოდი, რომ რაც კი იქნებოდა სალესი მასალა ყველაფერს ერთდროულად ვერ მოვიტანდით და ვერ დავასაწყობებდით რა. მაგრამ რამდენჯერაც მოვინდომეთ, რომ ამდენი გვინდა, მოქონდა. თან ჩემი გამომწერებისთვის პრომოკოდი გააკეთეს, ვინც ჩემსავით რემონტში ხართ, იქნებ გამოგადგეთ. ამ პრომოკოდით Foxy Technomali მიიღებთ 15%-იან ფასტაკლებას. რაც თავარია მოურჩით, ეს იყო ბოლო სარემონტო სამუშაო, რაც კი ამ სახლში გაკეთდა, სახლში. რა დარჩა? გასაჭიმი ჭერები. სარემონტო არ არის. მაგას არ ვთვლი. კიდე ლანდშაფტის დიზაინერი იყო დღეს მოსული. შეგიძლიათ ამ გვერდზე ნახოთ მისი ვიდეოები და დაეკონტაქტოთ კონსულტაციაზე. ძალიან კაი რჩევები მოგცა ადგილზე. ანუ სანამ რამეს დავიწყებთ, მანამდეც უკვე ისეთი რჩევები მოგცა, რომ რჩევები რა თავდაყირა დააყენა მთლიან წარმოდგენა ჩვენ ეზოზე და გამწანებაზე და ასე შემდეგ რა. მაგრამ ყველას გირჩევთ, რომ პროფესიონალი დაიხმაროთ ეგეთ ამ საქმეში, იმიტომ რომ ისეთი რაღაცა არის, რომ პატარა ნიუანსები ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. რასაც ჩვენ შეიძლება ინფორმაცია არ გქონდეს. ჩვენ კი თუ პროფესიონალი ხარ, არავის არ აქვს, რაღაცა კონკრეტული სცენარის ფესვი რამხელა იზრდება. ყველაზე მეტად რა მომეწონა, იცი ნათიას რატო დაურეკე, რომ ყველაზე მეტად მომეწონა რომ ვკითხე, რომ აი როგორ ხდება კონსულტაცია, თქო რამდენიმე ეტაპად აქვს დაყოფილი რა, ანუ ჯერ მოდის კონსულტაციაზე, მერე გიგეგმავს და დაგეგმარებას და პროექტირებას გიკეთებს და მერე უკვე ასრულებს. ანუ შეგიძლია ნებისმიერ მომენტში უთხრა, რომ აღარ მინდა შენი დახმარება, ჩემი თვისამ რა და ეგ არის ძალიან კომფორტული, იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაში ხა ეზოს ფინანსები რო
როდესაც გვექნება არ ვიცით. ჯერ უბრალოდ იდეის დონეზე მოვისმინეთ, რომ რამე დასანგრევი თუ გვაქვს. კი. რამე შავი სამუშაო თუ გვაქვს მოვიცილოთ. იმიტომ რომ ჩვენც რეალურად ეგეთი ეტაპები გვაქვს, ანუ ერთიანად არა გვაქვს რა დაყოფილი, ანუ ჯერ მაგალითად ეზოში გვექნება ზედმეტი რაც არის, რომ ეგ რაღაცები მოვიშოროთ. ხო. მოვასწოროთ, გავამწვანოთ და მე ხო რა ვიცი რა შემდეგ რაც მე დავრგოთ რაღაცეები რა და ამიტომ ძალიან კომფორტული იყო მასთან კომუნიკაცია და ჯერჯერობით მხოლოდ კონსულტაცია გქონდა. ეხლა მოვუყვეთ ჩვენს გამომწერებს შემდეგ ვიდეოში რა ელით. შემდეგ ვიდეოში ნახავენ კარებს სამზარეულოს. ნუ სამზარეულოს ვერ ნახავენ, მაგრამ როგორ გეგმავთ და როგორ მაგ ყველაფერს კი ბატონო, ამსახვად. შემდეგ ეპიზოდში ასევე ნახავენ როგორ ვამზადებთ მაგიდას. შემდეგ ეტაპში კიდევ ნახავენ ჩვენი სახლის უკანა ეზოში ფილების დაგებას. რომელსაც ახლა მართლა მე ვაგებ, იმიტომ რომ ვაჟა გაგვექცა და ვაჟას როლს შეითავსებს. მე კი ვეჯოჯღონებ ხოლმე და ვესწრები რომ ხუმრობები თქვა ვაჟას, ავით ადგილზე. კახელები კი ხართ ორივე. მაგ ორს ვეცდები რა, ჯოჯღონი გამომივა, ხუმრობები არ ვიცი. აბაზანებს ნახავენ, დასრულებულ აბაზანებს ნახავენ. ჯაკუზი დაიდგმევა. ჯაკუზი, ხელსაბანი, უნიტაზი, საშხაპე, ყველაფერი ეგეთი რაღაცები გაკეთდება, ასევე გაკეთდება აბაზანაში ჭერები. მოგეთ, ანუ აბაზანა მთლიანად დასრულდება, ესე ვთქვათ, შემდეგ ეპიზოდში. უი, ნიჟარებიც გვაქვს საკიდე. პლუს ავეჯი იქნება და ავეჯიც შემოვიდეს ამასობაში. ჩვენ დივანი ნახეთ უკვე ისეთი ფუფულა. თუ ვიდეოს აქამდე უყურე გული დამიწერე რა. ჟოლოფები. ჟოლოფებიც გავაკეთეთ. ნუ აი მეორე მიმერში შარ არის. მაგის ის მინდა, შაშარა. იმასაც გამშონია ხო და ესე დგას. არა მეტი. დიდი. ესე დგას აი ზუსტად. ჟოლოფები. ჟოლოფები. შეშარ არის. შაშარა, შაშარა. ვერ ჩამოვიტანეთ. მეთქვა ჟოლოფები. ვერ ჩამოვიტანეთ. ჟოლოფები. ჟოლოფები. ვერ ჩამოვიტანეთ. ვერ ჩამოვიტანეთ. გაერცა. ასევე გავაკეთეთ ჟოლოფებიც. ჟოლოფებიც. აუ და ეპიზოდში ბევრი რაღაცა გავაკეთეთ და ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ერთად მიეყარა ბევრი რაღაცა ერთად, მაგრამ შემდეგი ეპიზოდიც არანაკლები საინტერესო გამოვა, იმიტომ რომ უკვე გასაკეთებელი გვექნება ავეჯი, ტექნიკა, განათებები, კიდე აქსესუარები, სახლის დეკორი, ვერანდის ავეჯი და რა ვიცი, ფარდები. ფილები. რა ფილები? ფანჯრის ფილები. ფანჯრის ფილები სხვათა შორის ჩამომივიდა და გავაკრავ. ჯერ სხვათა შორის მაგ რაღაცეებამდე სახლიდან დავაწყრიალოთ. ხო, დალაგებაც. ძალიან ესეთ შეიძლება დანუწყინა ჟღერს, მაგრამ ძალიან რთული არის კაპიტალური რემონტის შემდგომი დალაგებაც გვიწევს შემდეგ ეპიზოდში. ასე რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდეგი ეპიზოდები, თან 100.000-მდე ძალიან ცოტა გვაკლია. აგემშვიდობებით შემდეგი ეპიზოდამდე, მადლობა ვინც ბოლომდე უყურეთ და კოცნით ბევრს.